ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი განხილვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საეკლესიო დაფარულობისა და ერეტიკული ეზოტერულობის რაობათა გარკვევას და საკუთრივ ეზოტერულობის ტერმინ ეზოტერისმოს, ესოტერიკოს, აი ამ ტერმინების ერთი მხრივ მართლმადიდებლურ და მეორე მხრივ ერეტიკულ გაგებას. და აღნიშნავდით და ვსაუბრობდით ამ ტერმინთა ერეტიკული გაგების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ერეტიკული წვალებლური აზრით ეზოტერიზმი ესაა მოძღვრება, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის განკუთვნილი. სექტობრივი გაგება საზოგადოდ ასეთია. სექტები არ არიან მოწადინებულნი მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის. ისინი თვლიან, რომ ცხონებას ექვემდებარებიან მხოლოდ რჩეულნი, გამკვეთრება და უკიდურესობა ამ აზრისა გახლავთ გნოსტიკოს და მეორე საუკუნის ეზოტერიკოს დასწავლება, რომ დაბადებითვე აქვს ადამიანს ეს რჩეულობა, ღვთის ნაწილია ის დაბადები და ღვთის ნაწილია მასში. ის უნდა გამოფხიზლდეს იმისთვის, რომ ეს ნაწილი მასში არსებული გენეტიკურად გაიცნობიეროს და ესაა მისი ცხონება. ხოლო მის გამოფხიზლებას თითქოს განაპირობებს სწორედ ეს საიდუმლო მოძღვრება, რაც გადაეცემათ მათ უკვე გამოფხიზლებულ გნოსტიკოსთაგან. ხოლო პირველ გამოფხიზლებელი მათი სწავლებით არის ზეციდან მოვლენილი ეგრეთ წოდებული მხსნელი, რომელიც მომტანია საიდუმლო მოძღვრების, ეზოტერული მოძღვრების, ანუ მათი აზრით მხსნელი ამ ქვეყნად მოდის მხოლოდ რჩეულთათვის, მხოლოდ გნოსტიკოსთათვის, მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ ზეციური ნაწილი. ესაა ეზოტერიზმის ერეტიკული გაგება, რაც დიამეტრულად უპირისპირდება მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რამდენადაც მართლმადიდებლური მოძღვრება ესაა საყოველთაო, ანუ კათოლიკე. ტერმინი კათოლიკე, რაც მისაკუთრებულია კათოლიკეთა მიერ, თავის მხრივ ისევე მართლმადიდებლურია, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის ცნობილია, როგორც ჩვენს მიერ ზემოხსენებული ტერმინები. და კათოლიკე ქართულად სხვა არაფერს ნიშნავს თუ არა საყოველთაოს. ჰოლოს არის მთელი, კათოლო არის მთლიანად საყოველთაოდ და კათოლიკოს არის საყოველთაო, კათოლიკე საყოველთაო. მართლმადიდებლური მოძღვრება არის საყოველთაო, ყველა ადამიანისთვის განკუთვნილი და ეს დებულება მიწიერი ყოფნის აღსრულების ჟამს მაცხოვრის ანდერძითვია საფუძველ დადებული, როდესაც მან დაუბარა თავის მოწაფეებს და ყველა ქრისტიანს, რომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ყველა ხაზია გასმული ყველაზე, მთელი სამყარო წარმართობაა მაშინ და ნათელი ეცით მათ მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. ამრიგად მართლმადიდებლური მოძღვრება მაცხოვნებელია ყველა ადამიანისათვის, ის არ გამოყოფს მხოლოდ ერთ ჯგუფს ადამიანებისაც, არამედ ყველა ადამიანებისაკენ მიაქვს მასწავნება, ვინც კი ინებებს და იღვაწებს ამისთვის. ესაა ქვაკუთხედი მართლმადიდებლური სწავლებისა, ესაა ცხონების ქვაკუთხედი, რომ ცხონება ყველასათვის მოვიდა, ყველა ადამიანისთვის, ვინც კი ინებებს და იღვაწებს ცხონებისთვის. კარიბჭე გახსნილია ცხონებისა, მაცხოვარმა შემუსრა დასაბამიერი გველი, გახსნა პირველ ცოდვის კვანძი და ეს გულისხმობს სწორედ კარიბჭის გაღებას, მოტყინარე მახვილი ქერობინის მიერ პყრობილი სამოთხის შესასვლელთან გაუქმებულია, რჩეულნი ამ გაგებით რჩეულნი არა რა თქმა უნდა სექტობრივი გაგებით, არამედ რჩეულნი სიმართლის მიხედვით, მაცხოვნებელი გზის ამ რჩეობის მიხედვით რჩეულნი შესულნი არიან სამოთხეში და იქ შევა ყველა შეუძლია შესვლა, ვინც კი საკუთარი პიროვნული არჩევანით ინებებს და იღვაწებს ამისთვის. ხოლო ეზოტერული გაგება, როგორც ვთქვით, აბსოლუტურად საპირისპიროს გულისხმობს, ის გულისხმობს მოძღვრებას მხოლოდ რჩეულთათვის და ამ რჩეულებმაც, ასე ვთქვათ, მომდევნო თაობებში მსგავსი რჩეულნი უნდა მოძებნონ და მხოლოდ მათ გადასცნენ. ამიტომაა, რომ ეზოტერიკოსებს არ აკმაყოფილებთ და არანაირად მათთვის მოსაწონი არაა საღვთო წერილი, კანონიკური საღვთო წერილი, ეძიებენ რაღაცას თითქოს უფრო საიდუმლოს, უფრო მიღმას, რომელიც ვითომძდა კონკრეტულად მათ გადაეცათ. მეორე მესამე საუკუნეების ეზოტერული სექტების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება ნიშანთვისება გახდათ და აუცილებლობაც ალბათ პრეტენზია საიდუმლო ცოდნის ფლობის შესახებ. ყველა სექტა აცხადებდა პრეტენზიას იმაზე, რომ იგი ფლობდა რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლო ცოდნას. ჩვენ მართალია ამ ეზოტერულ სექტებს ერთი ზოგადი სახელწოდების ეზოტერიზმის ქვეშ, ან და მეორე ტერმინია კიდევ გნოსტიციზმის ქვეშ ვაერთიანებთ ამ მეორე-მესამე საუკუნეების სექტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თანხმობაში არიან. ყველაზე დიდ უთანხმოებას მათ შორის სწორედ ეს პრეტენზია ხბადებს. როდესაც ერთი სექტა აცხადებს უფლებას რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლო ცოდნაზე და ამაზე პრეტენზიას აცხადებს მეორე სექტაც, ისინი ერთ და იმავე მოძღვრებას კი არ გულისხმობენ. ყველა თავის მოძღვრებას თვლის ჭეშმარიტად და ერთადერთ საიდუმლო მოძღვრებად. მეორისას ის რა თქმა უნდა ყალბად თვლის. ეს განაპირობებდა ამ სექტებს შორისაც ძალიან დაპირისპირებულ დამოკიდებულებას. მაგრამ ეკლესიის წინაშე ყველა მათგანი ერთი გაუგღმართებაა და ამიტომ ერთ მთლიან სახელწოდებად მოიხსენიება. და ეს თვისება, როგორც აღნიშნეთ, ყველასთვის ნიშანდობლივია, ყველასთვის დამახასიათებელია პრეტენზია განსაკუთრებული საიდუმლო ცოდნის ფლობაზე. ზოგი სექტა აცხადებდა, რომ მას ეს საიდუმლო ცოდნა თითქოს უშუალოდ მაცხოვრისგან გადმოეცა, ზოგი უფრო ასე ვთქვათ მოგრძალებული იყო და საკუთარი ეგრეთ წოდებული საიდუმლო ცოდნის წყაროდ ამათვე მოციქულს ასახელებდა, ცნობილს. ზოგი უფრო მეტი მაგიურობის მისაღწევად სრულიად უცნობ პირებს იგონებდა, აქამდე უცნობს ყველასთვის და მათგან უკუთვნებდა მოთავეობას იმ საიდუმლო ცოდნისას, რაც თითქოს ამ სექტას გადაეცა. განსხვავებით ამისგან, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეკლესიური მოძღვრება აუცილებლად თვისობრივად ბუნებითად საყოველთაოა, მთელი კაცობრიობისთვისაა განკუთვნილი, ყოველი ადამიანისთვისაა განკუთვნილი და ყველა ადამიანის ცხონებას აღასრულებს, ვინც კი, კვლავ აღნიშნავთ, ინებებს და იღვაწებს პიროვნულად ამისთვის.
აი ეს დიამეტრული სხვაობა, საყოველთაოობა მართლმადიდებლური სწავლებისა და კერძოობითობა სექტობრივი სწავლებისა ქმნის რა თქმა უნდა განსხვავებას საკუთრივ ტერმინ ეზოტერულობის გაგებაშიც. ჩვენ კვლავ შევახსენებთ მსმენელებს, რომ ტერმინები ეზოტერული, ესოტერია, ბერძნულად რომ მოვიხმოთ ესოტერისმოს ან ესოტერიკოს, ეს გახლავთ მართლმადიდებლური ტერმინები, მიტაცებულნი ერეტიკოსთა მიერ. მიტაცება არ ნიშნავს მხოლოდ ტერმინის წაღებას, შინაარსს შეცვლილნი, თავისთავად ცხადია მათ მიერ გადაგვარებულნი. ამიტომ, როდესაც მსმენელს და მკითხველს ერთ და იმავე ტერმინს თავაზობს, მაგალითად წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელსაც აქვს ცნობილი გამონათქვამი მაგალითად ასეთი, ჰე, ესოტერიკე, მისტაგოგია. და იმავე ტერმინს თავაზობს რომელიღაც ერეტიკოსი, ზუსტად ამავე შესიტყვებას ესოტერული მისტაგოგია, რა თქმა უნდა, მკითხველი და მსმენელი ვალდებულია იცოდეს, რა გაგებას დებს ამაში მართლმადიდებელი მოძღვარი, ამ შემთხვევაში წმინდა გრიგოლ ნოსელი და რა გაგებას დებს რომელიღაც სექტანტი, ეგრეთ წოდებული ესოტერიკოსი. გაგება ასეთი გახლავთ, როგორც უკვე ვთქვით, როცა ტერმინ ეზოტერულს იყენებს ერეტიკოსი, მისთვის ეს ეზოტერული ნიშნავს აუცილებლად კერძოობითს, ანუ მხოლოდ ზოგიერთი ადამიანისთვის განკუთვნილ და ეს ადამიანები ამ რჩეულობისთვის დაბადებითვე არიან განკუთვნილნი, მათ მხოლოდ გამოფხიზელება, ასე ვთქვათ, გაშლა, გახსნა სჭირდებათ და საკუთარ თავში აღმოჩენა იმ მარცვლზე, რაც თითქოს ზეციური ნაწილია ამ პირებში. მაგრამ სიტყვათ ხმარებაში და ღვთისმეტყველებაში გამოყენებული ეს ტერმინი დიამეტრულად საპირისპიროს გულისხმობს. რა არის ეს საპირისპირო? ეკლესიური სწავლება რა თქმა უნდა აღიარებს ეზოტერულობას, მაგრამ არა გადაცემადობის ხაზით, რომ ერთი რჩეული მეორე რჩეულს გადაცემს, ის მეორე რჩეული მესამე რჩეულს და ასე თაობათა შორის რაღაც არის აღმატებული მწვერვალი თითქოს გარკვეული რაოდენობის ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს აი ამგვარ მემკვიდრეობითობას უქმნიან, არა ამ სახით, არამედ მხოლოდ პიროვნული კუთხით. რას ნიშნავს პიროვნული ეზოტერულობა? ნებისმიერი მოძღვრება თანდათანობით შესწავლადია. მყისიერად ამ რაიმეს დაუფლება ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია. ადამიანი ნებისმიერ ხელობაში ნაბიჯ-ნაბიჯ განისწავლება, იქნება ეს დაუშვათ უბრალოდ წერა-კითხვაც კი, მანჯერ ასოები უნდა ისწავლოს, მერე ასოების წაკითხვა უნდა ისწავლოს, შემდეგ ასოების გამოყვანა უნდა ისწავლოს და მერე შეუძლია მას წერაც და კითხვაც. და ეს ხანგრძლივი პროცესია მოგეხსენებათ. ამა თუ იმ მეცნიერების ფლობა, თუნდაც მათ შორის, თქვათ, ეკლესიის ისტორიაში დისციპლინებისა, საეკლესიო ისტორიას რომ ავიღოთ საკუთრივ. თანდათანობით შესწავლას გულისხმობს ჯერ ერთი ეპოქისას, მერე მეორე ეპოქისას და ასე შემდეგ. აი ეს თანდათანობითობა ყველა მდგომარეობაში სახეზე, იმიტომ რომ კვლავ აღნიშნავთ, ეს ადამიანის ბუნებითი თვისება, ის თანდათანობით წვდება მოძღვრება, თანდათანობით ღრმავდება მასში, იგივე ითქმის საღვთისმეტყველოს სწავლების მხრივაც. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვყავთ უდიდეს ღვთისმეტყველთ, დიდ ღვთისმეტყველთ, ღვთისმეტყველთ და მრევლს, რომელიც ღვთისმეტყველებას ეთქმის, მაგრამ მათ ღვთისმეტყველს ვერ უწოდებთ. ყველა მათგანი ერთი ჭეშმარიტების წიაღშია, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა ხარისხითაა წიაღში. მოძღვრებაში უფრო და უფრო ჩაღრმავებას არათუ არ უარყოფს მართლმადიდებლობა, არამედ განღვთობის აუცილებელ პირობად მიიჩნევს მას. ვისაც ჭეშმარიტების შემეცნება სწორია, ის ამ ჭეშმარიტებაში მარადიულად ღრმავდება და ეს მარადიული ჩაღრმავება ჭეშმარიტებაში აქვე შეგვიძლია ვთქვათ, არასოდეს დასრულდება. არასოდეს არ დასრულდება, იმიტომ რომ თვით ჭეშმარიტება არის დაუსრულებელი, უსასრულო, ამოუწურავი. შესაბამისად, ამ ჭეშმარიტების მეძიებელი, ამ ჭეშმარიტების სიღრმეში შესული გონება სულ უფრო წინ დგამს ნაბიჯებს, სულ უფრო ღრმა და ღრმა სივრცეების მჭვრეტელი ხდება ის და ეს არის, როგორც აღნიშნეთ, უსასრულო პროცესი. მაგრამ ესაა პიროვნული განღვთობის გზა. ადამიანი, რომელიც პიროვნულად ღრმად წვდება მოძღვრებას, რა თქმა უნდა, უფრო დაწინაურებულია, ვიდრე რომელიმე კათაკმეველი, რომელიც მხოლოდ მოიქცა ქრისტიანობაზე, მაგრამ მოძღვრების წიაღში მას ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს, არც კი ტაძარში შესულად ითვლება ის, ვიდრე არ მოინათლება. სხვა არის ახალმონათლო და ახალ ქრისტიანთა მდგომარეობა და სხვა არის უკვე სულიერი წარმატების აღმატებულ სამფეხურზე მყოფი პიროვნება. თვით სათნოებითი ღვთისმეტყველების კუთხითაც და სათნოებითი კიბე ზოგჯერ ხელნაწერებში ხატობრივადაცაა გამოსახული, მრავალს უნახავს ალბათ. ერთი ამ სათნოებითი სისრულის ზემოре საფეხურზეა, მეორე ქვემორეზე, სხვა თლადქვევით, ზოგი მთლად მწვერვალ საფეხურზე. და არის მრავალი ამგვარი გამოსახულება, სადაც იმ მწვერვალ საფეხურსაც აცილებულია უკვე ზოგიერთები, ანუ უკვე სასუფეველში შედიან. ასე რომ, მარადიული პიროვნული წვდომა ჭეშმარიტებისა, სწრაფვა ჭეშმარიტებისკენ განაპირობებს განღვთობის ერთ გზაზე სხვადასხვა ხარისხებს და პიროვნება ამა თუ იმ მომენტში თავისი წინსწრაფვისა, ამა თუ იმ საფეხურზე იმყოფება, მეორე მომენტში თუ კი ის დაწინაურდება და არ გამრუდდება მისი გზა, რა თქმა უნდა, მეორე მომენტში ის კიდევ უფრო აღმატებულ საფეხურზე იმყოფება. შემდეგ კიდევ უფრო აღმატებულ საფეხურზე და ასე შემდეგ. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ მარადიულ პროგრესს განიცდიან თვით სეციური ძალებიც, რომ ანგელოზური იერარქიებიც მარად და მარად უფრო და უფრო აღმატებული ძლიერებით ისწრაფვიან ღვთისკენ, ჭეშმარიტებისკენ. და ესეც ამავე პროცესის ამსახველი, ამ ერთი გზის გამოხატულებაა. მხოლოდ ამ კუთხით გამოიყენება ეკლესიის მამათაგან ტერმინი ეზოტერული, ანუ უფრო შინაგანი, უფრო სიღრმისეული. წმინდა იოანე უხროპირი ამბობს, საღვთო წერილის სიღრმე ამოუწურავია და რაც უფრო ღრმად შევდივართ, მაშინ უფრო და უფრო მეტი სიღრმეები წარმოგვიჩნდება და ისევე როგორც საკმეველს რაც უფრო მეტად ფხვნით თითებში, უფრო და უფრო მეტ კეთილსურნელებას გამოსცემს ის, ასევე რაც ჩვენ მეტად უწვდებით საღვთო წერილს, ახალ-ახალი სიღრმეები წარმოგვიჩნდება მის წიაღში. წმინდა გრიგოლ ნოსელს
აქვს ასეთი სახე შემოტანილი, რომელიც ამავე საკითხს უფრო ნათლად წარმოგვიჩენს. ის ამბობს, წარმოვიდგინოთ მწვერვალზე ლოდი. თუ ამ ლოდს ბიძგი მიეცემა და ის დაგორდება ფერდობზე, ეს ლოდი რაც დრო გავა უფრო და უფრო სწრაფად იმოძრავებს ქვევისკენ, სიღრმისკენ, შიგნით. ახლა თუ წარმოვიდგინეთ, რომ ეს ფერდობი დაუსრულებელია, მაშინ ადვილი წარმოსადგენი იქნება თვით ამ ლოდის მდგომარეობას. ის უსასრულოდ უფრო და უფრო გაძლიერებადი და მზარდი სიჩქარით იმოძრავებს ქვემოთკენ სიღრმეში. ეს ყოფითი მაგალითი. ახლა ეს ყოფითი მაგალითი გადავიტანოთ მოძღვრებაზე. ფერდობი ეს არის ღვთისმცოდნეობის ჭეშმარიტების წიაღი და ამ ჭეშმარიტების წიაღში რა წამს ერთგზის ჩაღრმავდება ადამიანური გონება, ისე როგორც მწვერვალიდან დაგორებული ლოდი, თუ მას ბიძგი მიეცემა, რა წამს ერთგზის ჩაღრმავდება და ეს ჩაღრმავება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე წარიმართება, ესე იგი რაიმე გამრუდება მას არ შეემთხვევა, დაუშვათ რომ წარმოვიდგინოთ ფერდობზე იმ ლოდს რომ რაიმე დაბრკოლება არ შეხვდეს და სრბოლა არ შეუჩერდეს. აი ამგვარი დაბრკოლება თუ არ შეხვდება ადამიანის გონებას, რომელიც ღრმავდება საღვთო ჭეშმარიტებაში, ის უფრო და უფრო მეტი წინსწრაფით ჩაღრმავდება, მასში უფრო და უფრო შიგნით შევა მოძღვრებისა, მაგრამ ის შევა არა რაღაც რჩეულთა ელიტარული ხაზის მემკვიდრედ, ეს ყოველად შეუძლებელი, არამედ ღვთის ნებაზე დაფუძნებული საკუთარი პირადი ძალისხმევის მეშვეობით. ახალ-ახალთა შემეცნებისკენ იმოძრავებს მარადიულად მისი გონება. ანუ უფრო და უფრო შიგნით შევა ჭეშმარიტებს. აი ამ გაგებით გამოიყენებს ეკლესია, ეკლესიის მამები ტერმინ ეზოტერულს, ანუ უფრო და უფრო შინაგანი, უფრო და უფრო სიღრმეში შესვლა. ვინც უფრო ღრმათაა შესული მოძღვრებაში, ის უფრო დიდი ღვთისმეტყველია, ხოლო ვინც უფრო ნაკლებადაა ამ სიღრმეში წვდომილი, ის რა თქმა უნდა ღვთისმეტყველების სიღრმეებს ასევე უფრო ნაკლებად წვდება. უფრო დიდი ღვთისმეტყველნი არიან სერაფიმები, ვიდრე ქერუბიმები. ქერუბიმები უფრო დიდი ღვთისმეტყველნი არიან ვიდრე საყდარნი. ჩვენ ვასახელებთ ანგელოზთა მწკრივებს, რაც ეკლესიისგან დადგენილია 9 მწკრივი, ზეციური 9 დასი ანგელოზებისა, ჩამოყალიბებული და ღვთისმეტყველურად პირველად განმარტებული წმინდა დიონისე არიოპაგელის მიერ და მათ შორის ზემოდან ქვემოთ ასეთი მიმდევრობაა, რომ ყველაზე აღმატებულნი არიან სერაფიმები, შემდგომ ქერუბიმები, შემდგომ საყდარნი, შემდგომ უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ამ ანგელოზთა დასების ზემოდან მეცხრე დას საკუთრივ ანგელოზები ქვიას კითხავს არ აერიოს და მსმენელს არ უნდა ასე იგი აერიოს. და დასობრივი იერარქია რას გულისხმობს, რომ სერაფიმები უფრო ჩაღრმავებულნი არიან ჭეშმარიტებაში, ყველაზე ახლოს არიან ღვთიურობასთან მიახლებულნი, შემდეგ ქერუბიმნი და სხვა. შესაბამისად, უფრო სიღრმეში შესულნი, სწორედ სერაფიმნი არიან, მართლმადიდებლური გაგებით უფრო ეზოტერიკოსები, სწორედ ისინი არიან, ანუ უფრო სიღრმისეულნი, უფრო შინაგანნი, შემდგომ ქერუბიმები და სხვა. ეს მხარე, რომ ესე იგი პიროვნული სიღრმისეული წვდომა არის ეკლესიური სწავლებით ჭეშმარიტი ეზოტერულობა და არა რაღაც ეგრეთ წოდებული საიდუმლოებითი ხაზი კაცობრიობის ისტორიაში რჩეულთა გამოყოფა კაცობრიობისგან, როგორც ამას ერეტიკოსები ფიქრობენ, აი ეს პიროვნული ეზოტერულობა, რასაც ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და ეს განხთობის საფუძველია, გულისხმობს თავის მეორე აუცილებელ მხარეს. თუკი სექტობრივ ეზოტერიზმში ერთი პირი, რომელიც ასე ვთქვათ ეზოტერიკოსი გახდა, ეძიებს არა იმას, რომ ეს თავისი მოძღვრება ყველას გადასცეს, არამედ ეძიებს მეორეს, ასე ვთქვათ, მისებრ დაბადებით რჩეულს, რომ მას გადასცეს მხოლოდ მას და სხვას არავის ეს მოძღვრება და ის კიდევ სხვას ეძებს. ეკლესიურ სწავლებაში არის აბსოლუტურად საპირისპიროდ. პიროვნება, რომელიც დაწინაურდება მოძღვრებაში, თავისზე უფრო ქვემორეს ეძებს და არა თავის ტოლს. თავისზე უფრო ქვემორეს ეძიებს, რომ მას მოძღვრება გადასცეს და შესაბამისად დაეხმაროს მასაც იმ სიმაღლის წვდომაში, რომელზეც თვითონ უკვე დგას, რომელზეც თვითონ უკვე ასულია. ეს მეორე მასზე უფრო ქვემორეს გადასცემს ამ მოძღვრებას, ის კიდევ უფრო ქვემორეს და ასე შემდეგ მთელი კაცობრიობა, ვინც კი ჭეშმარიტებისგან სვლას ინებებს, ქრისტიანული მოძღვრების წიაღში ჩაღრმავებას ინებებს, აუცილებლად ამ დიდ ჯაჭვში არის. ერთ-ერთი რგოლი ამ დიდი ჯაჭვისა სადღაც იმყოფება, აქაც კვლავ კათოლიკეობა აღსრულდება, ანუ საყოველთაოობა, როგორც აღნიშნეთ ამ ტერმინის მართლმადიდებლური შინაარსი მხოლოდ ესაა, რომ ჩვენ ვგრძნობთ ყველა, რომ უდიდესი მთლის ნაწილი ვარ და ჩვენ მიტოვებულნი კი არ ვართ და რაღაც შორს კი არ ხედავთ ამ ჭეშმარიტების მოგზაურობას რჩეულთა შორის, არამედ ჩვენ სამ ჭეშმარიტების ნაწილი ვართ და წინ წასულნი, დაწინაურებულნი, თელ თავის ძალისხმევას და სულიერ ძმურ დამოკიდებულებას იმას ახმარენ, რომ ჩვენც წინ წაგვიყვანონ, ჩვენც დაგვაწინაურონ და შესაბამისად ჩვენზე მხოლოდ ეს მათი სიყვარულის მიერი დამოკიდებულება კი არ გადმოდის, არამედ გადმოდის ის აუცილებელი ვალდებულებაც, რომ ჩვენზე უკან ვინც არიან, ისინიც ასევე ჩვენ შედარებით დაწინაურებულებმა იმ უფრო დაწინაურებული სიმაღლეებისკენ წავიყვანოთ და მათ უფრო აღმატებულისკენ უწინამძღვროთ. აი ეს არის საეკლესიო გაგებით ეზოტერულობა, მარადიულად უფრო და უფრო შიგნით სვლა, პიროვნულად და სხვათაც, რომლებიც ქვემოთ არიან, აქეთკენ გზის ჩვენება, გზის გაკოლვა და მათი წინამძღვრობა. წმინდა დიონისე არიოპაგელი გვასწავლის, რომ სერაფიმები, რა თქმა უნდა, უფრო შინაგანნი არიან ვიდრე ქერუბიმები, მაგრამ ამავე დროს ისინი ქერუბიმთა წინამძღვრები არიან. ქერუბიმთა მღვდელმთავრები არიან. ქერუბიმები თავის მღვდელმთავრები და წინამძღვრები არიან საყდართა დასისა, საყდართა დასის უფლებათა და ასე შემდეგ. ერთ და იმავე დროს ქერუბიმები შეგირდები არიან სერაფიმებისა, მოწაფეები არიან, დამოწაფებულნი არიან სერაფიმებს, ანუ თუ ძველ ქართულ ტერმინს გამოვიყენებთ, რთულ ტერმინს, იმ მღვდელმთავრებიან სერაფიმთაგან, ესე იგი, სერაფიმთა მღვდელმთავრულ წინამძღვრობას იღებენ, იმ მღვდელმთავრებიან ამას ნიშნავს, მაგრამ თავის მხრივ თვითონ მღვდელმთავრობენ საყდარ. საყდარნიც ასევე იმ მღვდელმთავრებიან ქერუბიმთაგან, მაგრამ თავის მხრივ მღვდელმთავრობენ უფლებათა მწკრივებს და სხვა. აი ამგვარი
უწყვეტი ჯაჭვი, იერარქიის ამგვარი განუყოფელი თლიანობა ჭეშმარიტების ღირსეულად მაძიებელი ყველა პირისას სუფევს მართლმადიდებლურ სწავლებაში, მართლმადიდებლურ მოძღვრებაში, ეკლესიის წიაღში. ამას უწოდებს ეკლესია მართლმადიდებლური შინაარსით ეზოტერულობას, რომ ყველა ჩვენთაგანი მარადიულად უნდა წინაურდებოდეთ უფრო და უფრო შიგნით, უფრო და უფრო სიღრმეში. ესაა ღვთისგან ჩვენსკენ მოწოდება, რომ ერთ დონეზე ჩვენ არასოდეს არ უნდა შევჩერდეთ, უკვე წვდომილი ჭეშმარიტებისგან კიდევ უფრო სიღრმეში უნდა ჩავღრმავდეთ და ეს პროცესი უბოლოოდ დაუსრულებლად აღმატებადია. ესე იგი, არა მხოლოდ დაუსრულებელია. დაუსრულებელი შეიძლება იყოს ერთ დონეზე რაღაც მიმართულებით სწრაფად, დაუშვათ წარმოდგენა ამისით შეიძლება. მაგრამ აქ უბრალოდ დაუსრულებელი კი არა, დაუსრულებლად გაძლიერებადი, დაუსრულებლად აღმატებადი, უფრო და უფრო აღმატებული რომ ხდება ეს შიგნით სწრაფვა. უფრო და უფრო გაძლიერებადი და უფრო და უფრო აღმატებადი. რასაც ეკლესიის მამები გამოხატავენ სპეციალური ტერმინით ეპექტასის. ბერძნულად ასე გახლავთ, ესაც წმინდა გრიგოლ ნოსელის მიერ ყველაზე მეტად ჩამოყალიბებული და განმარტებული ტერმინი, რომლის საფუძველი წმინდა პავლე მოციქულია. ეს უკანასკნელი სარგებლობს ბერძნული ზმნით ეპექტეინომაი, ქართულად ის თარგმნილია როგორც წუთომაი. აქ იგულისხმება პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები: მარადის უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივწვდები. ესე იგი, მარადის წინასა მას მივწვდები. ერთხელ მივწვდი და დაბოლობდა კი არა, არამედ მარადიულად წინ და წინ მწვდები. აი ესა ეპექტასის დაუსრულებლად მზარდი ძლიერებით ჩაღრმავება ჭეშმარიტებაში და ახალ-ახალი შვენიერებების იქ აღმოჩენა.